მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ გაკეთეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგიცნობთ, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ თვე ნოემბრის თვე მალე შემოგზანდება. შესაბამისად, აქციები როგორც ყოველთვის თვის დასაწყისში აუცილებლად იქნება, ასე რომ პირად დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით 14 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი, ხოლო სრული დიაგნოსტიკა ასე რომ 30 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი და ასევე შეგახსენებთ, რომ დავამატეთ მომსახურება ერთი კითხვა, რომელიც უბრალოდ ძალიან ხშირად და მოთხოვნადი არის, რომ ერთ კითხვაზე თუ გამიშლით, როგორც ჩანს, ის ერთი კითხვა არის ძალიან ბევრისთვის ისეთი გადამწყვეტი რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად არ ვაკეთებდი, მაგრამ დავუშვესეც, იმიტომ რომ ბევრისთვის ძალიან საჭიროა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. და გეტყვით იმას, რომ ამ კითხვასთან მიმართებაში, ანუ კიდე არას პასუხებით არასოდეს არ ვცემ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გავცე ისეთი პასუხი, როდესაც ადამიანისთვის გაანალიზება და რაღაც გადაწყვეტილების მიღება იქნება უფრო მარტივი და უფრო რაღაცა გამარტივებული მისთვის ხო ცხოვრებისეულად, აი რაღაცა ისეთი მინიშნებები, რომელიც იქნება ადამიანისთვის რაღაცა ძალიან ბევრი იმ ერთი კითხვიდან ძალიან ბევრი კითხვის პასუხი, ესე ვთქვათ. ეხლა კი მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა. ხშირია ხოლმე მაინც წასულ პარტნიორთან მიმართებაში ძალიან ბევრს აინტერესებს და წავიდა როგორ გზნობს თავს, რანაირად არის და როგორ არის. შესაბამისად, ასეთი ორაკულით ნახოთ პარტნიორის ცხოვრება, ხო? ანუ რა ხდება მის ცხოვრებაში ეხლა ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაა მისი სულიერი თუ ფსიქოლოგიური თუ ფინანსური და ასე შემდეგ. უბრალოდ შევხედოთ წასული პარტნიორის ცხოვრებას, ესე რომ ვთქვათ. რა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში? რა ხდება წასული პარტნიორის ცხოვრებაში? ნახოთ, რა ხდება? შევიჭრდეთ. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ცდილობს, რომ განაახლოს თავისი ენერგიები, ხო? განაახლოს თავისი შინაგანი მდგომარეობა. აქ ის მომენტიც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს შეიძლება ქონდეს რაღაცა პატარა ჯანმრთელობის პრობლემა, როდესაც უბრალოდ რაღაცა მკურნალობას გადის, ხო? თითქოს რაღაცა ეს მომენტი, ანუ ადამიანი არის რაღაცა გამოჯანმრთელების გზაზე ცდილობს დადგომას, ხო? რაღაცა ცვლილებებს, ხო? შეიძლება აქ ადამიანს ქონდა რაღაცა მავნე ჩვევები, რომელიც გადაგდებაც დააპირა და ცდილობს, რომ ამ რაღაცა მავნე ჩვევებს ებრძოლოს, ხო? თავისი მდგომარეობით. ადამიანი ძირითადად ანუ ნახეთ, ადამიანი ესე ვიტყოდი, ებრძვის თავის თავში ორ არსებას, ანგელოს და დემონს, ხო? ანუ ადამიანი არის თავის თავთან ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, მის კეთილსა და ბოროტ შინაგან მდგომარეობასთან მიმართებაში. მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადამიანი იყოს გადართული სამუშაო სივრცესთან მიმართება, ანუ სამუშაოსთან დაკავშირებით, ანუ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩადოს რესურსი მის მატერიალურ მდგომარეობასთან მიმართებაში, ესე ვიტყოდი. შეიძლება ითქვას, რომ ეს განახლება ზუსტად ის მომენტიც იყოს, თუ ადამიანი თქვათ არ მუშაობდა და ჰქონდა რაღაც ისეთი თავისუფალი ცხოვრების სტილი, ეხლა საკუთარ თავს ებრძვის იმასთან მიმართებაში, რომ ყველაფერი გამოასწოროს, აქამდე ადამიანს თუ რაღაცა თავისი სუსტები გააჩნდა და ცდილობდა, ანუ რაღაცა დაიწყო ბრძოლა ამ სისუსტეებთან მიმართებაში, ესე ვიტყოდი. როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი?
ცოტა ილუზიურია მისი ცხოვრება, ესე მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა შეცვალოს, მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ცოტა უფრო მარტივად წარმოუდგენია ბევრი რაღაცა, მაგრამ რაღაცნაირად ილუზიებშიც არის ეს ადამიანი, ხო რაღაცა უფრო მეტად ოცნების მდგომარეობაში იმყოფება. იცით, როგორი მომენტი ადამიანი ცდილობს გამოსვლას ყველაფრიდან, ცდილობს რომ ებრძოლოს თავის შინაგან ხმას, ანუ ესე ვთქვათ, თავის რაღაცა ეს ორ ხასიათს, ხო, რაღაცა გადავიდეს უფრო მეტი რესურსი ჩადოს სამუშაოსთან დაკავშირებით, მაგრამ ადამიანს იცით როგორი მომენტი აქ ოცნების მდგომარეობა უფრო მეტია, ვიდრე შეიძლება მოქმედების მდგომარეობა, ხო, ანუ უბრალოდ ეს შეიძლება ისეთი მომენტიც არის, როდესაც ნახეთ გეგმავ რომ მე ხა ამას შევცვლი, მე ხა ვიმუშავებ, მე ფინანსურად დავდგები მყარად, რაღაც ჩემს სისუსტეებს დავძლევ, გადავიტან და რაღაცა მე ყველაფერი კარგად მექნება, ხო, რაღაცა ცოტა ესეთი მომენტებიც არის. როგორც ცხოვრობს ეს ადამიანი. იცით როგორი მომენტია, აი ადამიანის ცხოვრება არის ერთი დიდი თამაში, ესე ვთქვათ. ადამიანი რასაც აჩვენებს, შეიძლება თქვენს ახერხებთ იმას, რომ მის სოციალურ ქსელებს ან მის რაღაცა მდგომარეობას ეცნობოდეთ, ხომ? ანუ ადამიანი რასაც აჩვენებს, აბსოლუტურად საპირისპირო არის რეალურად. ნახეთ, აქ გვიჩვენებს, ხო, რომ ადამიანი გამოჯანმრთელების მდგომარეობა, ანუ შეიძლება ეს იყოს ის მომენტიც, როდესაც უბრალოდ ადამიანი ცდილობს დაანახოს ყველას ის ფაქტორი, რასაც ვთქვათ, ეუბნებიან, რომ აი რაღაც როდის უნდა გამოსწორდე, როდის უნდა დაიწყო მუშაობა, როდის უნდა გააკეთო რაღაცა, ხო, აი რაღაც ის მომენტი, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანისთვის ეს არის ერთი დიდი თამაში, ერთი დიდი თეატრი, რომელშიც უბრალოდ ადამიანი ძალიან ცდილობს კარგად მოირგოს როლი, ხო, ანუ არ აჩვენოს თავისი რეალური სახე, თავის რეალური მდგომარეობა, ესე ვთქვათ. აი, რა ხდება მის ცხოვრებაში? ტკივილები. ნახეთ ზუსტად ეს მომენტი, ანუ ადამიანი არ აჩვენებს იმ მდგომარეობას, რაც მის ცხოვრებაში რეალურად არის, ანუ რაც მის შინაგან მდგომარეობაში არის, ხო? ანუ ხშირად არის ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანს აქვს რაღაცა ცრემლი, ტკივილი, განცდა, რაღაცა პრობლემა, მაგრამ ადამიანი არ ყვება ამ თავის პრობლემებზე, არ ამბობს ამ ყველაფერს, არ უმხელს არავის და არ გამოაქვს სააშკარაოზე, ხო? ანუ არც მეგობრებთან, არც ვიღაცა ოჯახის წევრთან, არც ისე ზოგადად. ადამიანი ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილებია, ძალიან ბევრი იმედგაცრუებაა, შეიძლება ითქვას. შეიძლება ადამიანს ქონდა ის მომენტი, რომ წავიდოდა და ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდებოდა და იდეალურად იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა ილუზიაში, ხო? ანუ ადამიანი როდესაც ფიქრობდა, რომ აი თავის რაღაცა შინაგან სამყაროს დაალაგებდა, მატერიალურ მდგომარეობას დაალაგებდა, აღმოჩნდა ილუზიაში, იმიტომ რომ ერთი დიდი თამაში აღმოჩნდა ის ცხოვრება, რომელშიც გადავიდა ეს ადამიანი, ხო? და მის ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი ტკივილები და ძალიან ბევრი განცდები იმასთან მიმართებაში, რომ როგორც ჩანს რაღაცა სინანულის მდგომარეობა აღმოჩნდა, ხო? ანუ განსაკუთრებით თუ აქ მომენტი იყო ის მდგომარეობა, რომ ადამიანს ეგონა, რომ იმუშავებდა საკუთარ თავთან მიმართებაში და ამ ყველაფერს ძალიან მარტივად გამკლავდებოდა, აი ზუსტად მან ამოყო თავი გაურკვევლობაში, იმიტომ რომ ვერ ახერხებს როგორც ჩანს ისე იმუშაოს საკუთარ თავზე, როგორც საჭიროა, ხო? ანუ ყველა წასვლის შემდეგ, ხა რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა წავიდეს, მამაკაცი წავა თუ ქალბატონი წავა, შეიძლება კი, ვინც დატოვეს, იმას ძალიან დიდი ტკივილები გააჩნია, ვინც მიდის იმ ახალ პერიოდში რაღაცა შემართებით მიდის ურთიერთობიდან, რომ უკეთესი ურთიერთობა იქნება, ანუ უკეთესი ცხოვრება იქნება, უკეთესად შეძლებს, რომ რაღაცა წინ წავიდეს და ზუსტად ეს არის ყველაზე ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანი ამ გადაწყვეტილებას იღებს, გადის რაღაცა ბედნიერად გრძნობს თავს, ესე ვთქვათ, რომ დააღწია მარწუხებს ყველაფერი შეცვალა და მე აღმოაჩენს, რომ თურმე ეს ცვლილებები მისთვის ძალიან პრობლემური აღმოჩნდა, ხო? მისთვის უფრო მეტი
სირთულე აღმოჩნდა რაღაცა პერიოდის მერე, მაგრამ მიტოვებული ადამიანი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში რჩება რაღაცა პერიოდის მერე, იმიტომ რომ ის გამოიტირებს, ის რაღაცას განიცდის დასაწყისში და მერე უკვე დგება ფეხზე, იმიტომ რომ ის იწყებს ბრძოლას და აქ პირიქით არის, ხო? რა ხდება მის ცხოვრებაში? მის ცხოვრებაში არის რაღაცა პრობლემები ოჯახთან მიმართებაში, რაღაცა გაურკვეველი, შეიძლება ითქვას რაღაცა ისეთი ფინანსური დანაკარგებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ აქ რაღაცა ესე დადგა ერთმანეთის ქვემოთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში, ხო, ანუ თუ მას რაღაცა შემოსავლების მდგომარეობა ქონდა, ან რაღაც ისეთი მომენტი, მის ოჯახს თუ ქონდა კიდევ ესე შემდეგ, რაღაცა ნაირად ხდება, მე ესე ვიტყოდი, რაღაცა გაურკვეველი ხარჯებით შეიძლება ქონდეს არა მარტო მას, არამედ მის მთელს ოჯახს, ხო, რაღაც პრობლემები, რომელიც შეიძლება ითქვას კარმულად უბრუნდება ადამიანს. რა ხდება მის ცხოვრებაში? რო გითხრათ, რომ რაღაც ძალიან აქტიური მდგომარეობა არ არის მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანმა თვითონ ჩაკეტა მისი ცხოვრების გზა. თვითონ ჩაკეტა მისი წინსვლის მდგომარეობა, ხო? ახლა რა ხდება მის ცხოვრებაში? არის ერთ ადგილას გაჩერებული მდგომარეობა, სადაც უბრალოდ ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა ოცნებებით შეიფსოს თავისი რეალობა და არ ის განცდები, რომელსაც ის განიცდის, უბრალოდ არავის და არაფერს არ გამოაჩინეს, ხო? ადამიანმა, მე ესე ვიტყოდი, რომ არ ვიცი ხარ დაკარგა ესეთი, მაგრამ თითქოს ადამიანმა დაკარგა ძალიან დიდი რესურსი, ძალიან დიდი შესაძლებლობები, ესე რომ ვთქვათ, ადამიანმა, რომელიც ცდილობდა ცხოვრების გამოსწორებას და მოდით ესე ვიტყვით, თითქოს რაღაც ესეთი მდგომარეობა მრჩება, რომ ეს ადამიანი თქვენი ურთიერთობიდან გავიდა, იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრებისკენ წასულიყო, ხო, თქვათ, რატომღაც გავიდა ისეთი სიტუაციით, რომ ნახეთ თითქოს თქვენ აბრკოლებდით რაღაცნაირად ამ ადამიანს და აშკარად არ გაუმართლა, ხო, აშკარად არ მოხდა ისე, რომ როგორც მას ეკონა, რომ თქვენ იყავით ამ ადამიანის რაღაცა დამაბრკოლებელი მდგომარეობა, თქვენი ურთიერთობა დამაბრკოლებელი მდგომარეობა და თქვენ თუ ურთიერთობაში არ იქნებოდით, აი ეს ადამიანი იქნებოდა ბედნიერი და წარმატებული ყველა საკითხში, აქ როგორც ჩანს, ადამიანს ძალიან ესე ვთქვათ, ტყუილად შეიქმნა ეს ილუზია და ტყუილად შეიქმნა ის მდგომარეობა, რომ რაღაცა ისეთი ყველაფერი კარგად იქნებოდა. აქ კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ თუ რადგანაც მოდის ეს მდგომარეობაც, რომ აქ თუ არის ის მდგომარეობა, რომ ჩაერია მესამე პირები, განსაკუთრებით ოჯახი, აქ არა მარტო მასზე, არამედ მის ოჯახზეც კარმული მდგომარეობა, ანუ მათ ჩაეკეტათ გზები, მათ ჩაეკეტათ ის შესაძლებლობები, რომელიც ჰქონდათ, ხომ? ანუ ადამიანი, როდესაც იქცევა არასწორად, ხო, როდესაც ადამიანთა ხარსობთა გულით და ის ადამიანი გექცევათ არასწორად, ეს უბრალოდ ადამიანს გვეჩქარება ხოლმე, რომ რაღაცა სამაგიეროს მომენტი, სამწუხაროდ გვაქვს, ხო, ეს რაღაც მომენტი, მით უმეტეს აფექტურ მდგომარეობაში, მით უმეტეს ახალგაბრაზებულ მდგომარეობაზე, რაღაცა ისეთი განცდები და ტკივილები, როდესაც არის და ზუსტად ეს მომენტი არის, ნახეთ, ადამიანს დაუბრუნდა კარმა, ადამიანმა, რომელმაც თქვენ მიგატოვათ, რომელიც თქვენი ურთიერთობიდან წავიდა იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში იქნებოდა ყველაფერი კარგად, რომ მის ცხოვრებაში იქნებოდა რაღაცა საინტერესო, რაღაცა დალაგებული, მატერიალურად, ემოციურად და ასე შემდეგ, ამ ადამიანმა ძალიან დიდი ილუზია შეიქმნა, შეიძლება შეუქმნეს კიდევაც ეს ილუზია და სულაც არ იყო მისი გადაწყვეტილება, ხო არის, რომ მესამე პირები, როდესაც ერევიან გადაწყვეტილებას აღებინებენ, ილუზიებს უქმნიან ხოლმე ადამიანებს, აი ზუსტად რაღაცა ერთ დიდ თეატრად გადაიქცა მისი ცხოვრება და დღესდღეობით რაც არ უნდა იშრომოს, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანს
ფაქტურად არაფრის შედეგი არ აქვს, ესე ვიტყოდი. მის ცხოვრებაში არის სრული სიბნელე, მის ცხოვრებაში არის ის რაღაცა მდგომარეობა, სადაც თითქოს როგორი მომენტია დაინახეთ, უკან მორჩა სინათლე. ხვდებით, მის ცხოვრებაში წამოვიდა სიბნელე, ხო, ანუ ადამიანს რო ეგონა რომ გადიოდა სიბნელიდან, თქვათ, ესე პირობითად, პირიქით მოხდა. ანუ სინათლე უკან მოიტოვა და ის წავიდა წინ სიბნელეში, სადაც არაფერი ისეთი საინტერესო არ ხდება მის ცხოვრებაში. სადაც უბრალოდ ადამიანმა შეიძლება ითქვას, რომ თავის ის რაღაცა შინაგან ამბარტავნებასთან მიმართებაში, რაღაცა შინაგან ზუნებებთან მიმართებაში მიიღო ეს გადაწყვეტილებაც და საბოლოო ჯამში მიიღო ის, რომ ადამიანს რაღაცა პრობლემები შეექმნა, ხო? რა ხდება მის ცხოვრებაში კიდე? მე შეიძლება ესე ვიტყოდი, რომ აქ შეიძლება ადამიანმა ოჯახიც კი შექმნა, ეს მომენტი შეიძლება იყოს და ნახეთ როგორ მომენტი, ანუ ადამიანმა შექმნა ოჯახი რაღაცა როგორ ვთქვათ, თქვენს ჯინაზე, აი რაღაც ეს მომენტი, ან უბრალოდ თქვენს ჯინაზე რაღაცა ისეთი გააკეთა, რომელიც სადაც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი შედეგი დაუდგა, ხო? თუ ადამიანმა შექმნა ოჯახი, მე ესე გეტყვით, რომ ამ ოჯახში ეს არის ერთი მარიონეტი, რომელსაც როგორც უნდა ისე ათამაშებენ, როგორც უნდა ისე ატრიალებენ, ხო? საერთოდ გაუტკაცუნებენ თვითს, იქეთ გადავა. აი ეს მომენტი არის მის ცხოვრებაში და მის მდგომარეობაში თითქოს ყველაფერი კარგად არის. შეიძლება კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შესაძლებელი ადამიანი აჩვენებდეს იმ მდგომარეობას, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი რიგზე არის, არაფერში არ უჭირს და ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ ადამიანი არის უბრალოდ მარიონეტი. ადამიანი თამაშობს ერთ დიდ თეატრში, სადაც ყველაზე წაგებული შეიძლება ითქვას ეს არის. მას კარმამ აშკარად ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა. ზუსტად ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ ზუსტად იგივე ტკივილი, რაც თქვენ მიიღეთ ამ ადამიანის წასვლის შემდეგ, თქო, არ ვიტყვი, უფრო მეტი ტკივილი მიიღო ამ ადამიანმა თქვენგან წასვლის შემდეგ, ვიდრე თქვენ ამ ადამიანის წასვლის დროს. ზუსტად იმას იღებს, რაც დათესა. ზუსტად იმას იმკის, რაც გააკეთა. აბსოლუტურად ერთი-ერთში. თუ უფრო მეტად არა, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება რაღაცა იმდენად ცუდად მოგვექცათ, რომ ერთი გააკეთა, მაგრამ ორად დაუბრუნდა, ხო? ან დათესა და მიიღო გაორმაგებულ მდგომარეობაში, როგორც ჩანს ადამიანმა, ეს ყველაფერი, ისე რომ ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება ეხლა? აი, რა გითხრათ? გადასარავი არც არაფერი. ადამიანს სამართლიანად აქვს ეს ყველაფერი, აბსოლუტურად სამართლიანად მიიღო ყველა ის დარტყმა, რომელიც მიიღო ადამიანმა და იცით რა არის ყველაზე ცუდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის ესეთ მდგომარეობაში და მაინც ცდილობს რომ აჩვენოს, ხო? მაგრამ შინაგანადაც მაინც არ წყდება იმაზე, რომ არასწორად მოიქცა. იმაზე, რომ არასამართლიანად მოიქცა თქვენთან ურთიერთობაში. ის ესე ვიტყოდი, რომ მაინც თulis, რომ იცით როგორ მომეც თulis, რომ სწორი არჩევანი იყო, რაც გააკეთა. აი თითქოს რაღაცისგან დაგიცვათ. ხვდებით, აი როგორ ვთქვათ, ну აქ თუ სკანდალისგან დაგიცვათ შეიძლება, ხო, რაღაცა პრობლემისგან დაგიცვათ, რაღაცა ისეთი მდგომარეობისგან დაგიცვათ, ესე თulis. ну
რასაც იმკის გასაგებია და მის ცხოვრებაში და ადამიანი თვლის რომ თქვენ სამართლიანად მოგექცათ იმ ხრივ რომ ამ ადამიანს რაღაცა აგაცილათ, რაღაცა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ვთქვათ, მე უფრო უარესი ყოფილიყო, ხო, რატომღაც ესე ამბობს ეს ადამიანი. ნუ მიუხედავად იმისა, რომ მან დარტყმად მიიღო ეს ყველაფერი, მაინც თვლის, რომ მან თქვენ დაგიცვათ. მან თქვენთვის გააკეთა რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიუხედავად იმისა, რომ გატკინათ ეს ტკივილი, ალბათ ესე თვლის, რომ ეს ტკივილი უფრო რბილია, ვიდრე მერე რაღაცა ყოფილიყო, ხო? მოდით ნახოთ აბა დაახლოებით მაინც რას გვეტყვის, რისგან დაგიცვათ. იმ მდგომარეობისგან, რომელსაც აპირებდნენ. შეიძლება აქ რაღაცა ნეგატიური ზემოქმედებით აპირებდნენ თქვენს მოშორებას, ხო? მოდით ესე ვთქვათ, რომ ნეგატიური მდგომარეობა შეიძლება იმდენად ისეთი მძიმე იყოს, რომ ადამიანის სამწუხაროდ ლიკვიდაციაც გამოიწვიოს, ხო, ყველას ორგანიზმი და ყველას ენერგეტიკა ვერ უძლებს გააჩნია რა დარტყმას უკეთებენ, ხო, რა თქმა უნდა. და არის ესეთი რთული დარტყმები, რომელიც სამწუხაროდ, რომელიც შეიძლება თქვენთვის უფრო მძიმე მდგომარეობა აღმოჩენილიყო და თვლის ადამიანი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ახლა ყველაფერი არეულია, მაინც სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მან თქვენ დაგიცვათ იმ მდგომარეობიდან, რომელსაც თქვენზე ამზადებდა, შეიძლება მისი, რა ვიცი ხა, მეუღლე ყავდა თუ ოჯახი თუ ვინ, არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ოჯახი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც რაღაცა ამზადებდა ისეთ მდგომარეობას, რომ თქვენი ურთიერთობა ჩაეშალა და შესაბამისად უბრალოდ ადამიანმა შეიძლება აი ამ ყველაფრისგან დაგიცვათ, ხო? ანუ ადამიანები ცდილობდნენ, რომ თქვენთვის შეექმნათ ისეთი პრობლემები, ისეთი მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ რთული იქნებოდა თქვენთვის და მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანმა პირდაპირ მნიშვნელობით დაგიცვათ მაგიური ზემოქმედებისაგან, მაგიური დარტყმებისაგან, როდესაც შეიძლებოდა, რომ თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში გადასულიყო და აქედან გამომდინარე ადამიანი თვლის, რომ სწორად მოიქცა ამ კონკრეტულ ვითარებაში და ერთის მხრივ შესაძლებელია აქ რაღაცა მომენტში ესეც ვთქვათ, რომ გარდა დაცვისა, ანუ თქვენს ურთიერთობაზე შეიძლება იყო კიდევაც მაგიური ზემოქმედება, როდესაც ადამიანს შეუქმნეს ის პირობები, რომ თქვენგან წასულიყო, ხო? ანუ მაგიური ზემოქმედება მაინდა-მაინც მოდით ახლა ბევრმა თქვათ, რომ აი რაღაც მაინდა-მაინც ყველა ჯადოს აკეთებს, არა ყველა ჯადოს შეიძლება არ აკეთებდეს, მაგრამ მაგიური ზემოქმედება შეიძლება იყოს თუნდაც ის მანიპულატორული მდგომარეობა, როდესაც ადამიანს იძულებულს ხდიან, რომ უარი თქვას იმაზე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? უარი თქვას თავის სიყვარულზე, თავის ურთიერთობაზე და ასე შემდეგ. აქ ესეთი მომენტი არის, რა ხდება თქვენ პარტნიორის ცხოვრებაში, მის ცხოვრებაში არის ძალიან დიდი პრობლემები, შეიძლება ითქვას ერთის მხრივ კიდე შეიძლება ის მომენტიც არის, რომ როდესაც შეიძლება კი არის რა მომენტი, როდესაც თქვენს ურთიერთობაში თუ იყო აქ რაღაცა კონკრეტულად მართლაც ჩარეული კონკრეტული მაგიური ზემოქმედებით, ადამიანს ზუსტად იგივე დაუბრუნდა, ანუ მის ოჯახს დაუბრუნდა ის დარტყმები, რაც ეცადნენ, რომ თქვენთვის მოეყენებათ, ხო? თუ თქვათ, თქვენი დაშორებისთვის გააკეთეს რაღაცა, ვთქვათ, მაგიური ზემოქმედება და ნუ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცნაირად ჩაიკეტა, დაიბლოკა და მის ცხოვრებაში რაღაცა პარტნიორი ვერ ჩნდება, ხო? რაღაც ეს მომენტი. ან შეიძლება შექმნა ოჯახიც, მაგრამ ნუ ის ოჯახი არ არის ოჯახი, ხო? რაღაც
არც ისეთი არის თქვათ ჩხუბის, კამათის, გრევას, აი რაღაცა სულ ისეთი მდგომარეობა, სადაც აი რა ვიცი, ანუ არ ძღირს მან ცხოვრება, ხო, აი რაღაც ესეთი მომენტები. აი ესეთი სიტუაცია არის თქვენი წარსული პარტნიორის ცხოვრებაში. სამწუხაროა, მაგრამ ვერ ვიტყვი ადამიანი რომ ეხა ბედნიერია თქო ამ არკანებით ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ადამიანი იმკის იმას, რაც თქვენსკენ იყო, ხო, ანუ იმკის იმ ტკივილებს, იმკის იმ მდგომარეობას და არა მარტო თვითონ ეს ადამიანი, არამედ მთელი მისი ოჯახი იმკის იმას, რაც თქვენსთვის გაიმეტეს, რაც თქვენზე გააკეთეს, ესე რა ვთქვათ. მოგეთ ესეთი გამოვიდა ეს გასვლა, მე გისურვებთ ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს და წარმატებას. დროებით.